ახლა კი ერუდიტები, რომლებმაც პარასკევსა და შაბათს ბათუმი წალეკეს, რა სადროდის ამ საბჭოთა კავშირის დროინდელმა სატელევიზიო პროექტმა, რომლის ქართულ ვარიანტს თქვენ რუსთავი 2-ის ეთერში უყურებთ, დიდი პოპულარობა მოიპოვოს. გიორგი ქორქეკი ახლა აჭარის დედაქალაქიდან გვეტყვის, თუ ვინ არის ყველაზე ენციკლოპედიურად განათლებული ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების წარმომადგენელთა შორის. გიორგი, ბათუმში ამინდმა თუ ხელი შეუწყო თამაშს? ამინდია შესანიშნავი, თუმცა თამაში მიმდინარეობს შენობაში, ასე რომ ამით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა აუტანლად ცხელა მინდა გითხრათ შეგით, რაც ალბათ ხელს უშლის ჩვენს ჭკვიან ხალხს გონების კარგად თუ ამუშავო გონება, სხვაშორის რაც სამწუხაროდ შედეგზეც აისახა. უკვე ცნობილი გახდა სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი, თამაში რასად როდის პირველი ადგილი გაიყვეს სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდებმა, სამწუხაროდ ქართველები ხოლოდ მეორე თუ მესამე ადგილზე გავიდნენ. მეორე ადგილზე, იმიტომ რომ პირველზე გავიდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი. ისე თამაში ჯერ არ დასრულებულა, ინდივიდუალური თამაში კვლავ გრძელდება ამ წუთებშიც და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ გუშინ ირაკლი თოდრიამ ჩვენმა ინტელექტუალმა დაამარცხა ისეთი ძლიერი მოთამაშე, როგორიც არის რავშან ასკეროვი, რომელიც თამაშობს უმაღლეს ლიგაში, თამაშს რასად როდის, რაც სასიხარულოდ დღეს კი მოგვიანებით გავიგებთ თუ ვინ გახდა чемпионы სამხრეთ კავკასიის და მოდით ვნახოთ როგორი იყო ჩემპიონატის დასაწყისის პირველი დღე. Уყუროთ сюжетს. Все убытки, которые возникают от того, что жюри не поняло, полностью ложатся на команды, не сумевшие жюри это объяснить, и претензии по этому вопросу не принимаются. Благодарю за внимание. Продолжаем регистрацию. წესები მარტივია, მაგრამ მკაცრი. ტურნირის მთავარი ჟიური ბორის ბურდა ყველაფერს სიტყვასიტყვით ხსნის. სამი ქვეყნიდან წარდგენილი 38 გუნდის წევრებს მისი არც ერთი სიტყვა არ უნდა გამორჩეთ. Выступаем с приветственным словом. Я, потом რასად როდის მაგისტრი ალექსანდრე დრუზი სამხრეთ კავკასიის თასის გათამაშებას საპატიო სტუმრის კამიდან დააკვირდება. სანამ პირველი კითხვა გაიჟღერებს, მოთამაშეებს ორგანიზატორები მიმართავენ. Соответственно, нападающему Рубина пришлось отключить мобильный телефон. Назовите ее время. კითხვის დასმის დროს მხოლოდ წამყვანის ხმა ისმის. მონაწილეები არც პასუხის მოფიქრებისთვის გამოყოფილი ერთი წუთის განმავლობაში ხმაურობენ. ხმაურმა არავინ არ უნდა შეაწუხოს. გიორგი მოსიძე ტურნირის ორგანიზატორიცაა და მონაწილეც. მისი გუნდი ამ ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესოა. საერთოდ მირჩევნია რასაკვირველია რომ წავიყვანო, იმიტომ რომ ეს სრულიად სხვა რამეს ნიშნავს, მაგრამ როდესაც საქართველოს ჭირდება და დღესდღეობით ყველა მოაზროვნე უნდა დადგეს საქართველოს ღირსების დასაცავად, ამ დროს მზათავარ ვითამაშო და რავი ჯერჯერობით ვარ, ხუთეულში შევდივართ და იმედია რომ საქართველოს სერიოზულ პრიზებს წამოიღებს ამ ტურნირზე. ჩემპიონატის საპატიო სტუმრებმა პირველი თამაშის დამთავრებამდე ვერ გაძლეს და სასეირნოდ ბათუმის ქუჩებში გამოვიდნენ. ბორის ბურდა ოდესიდანაა, ამიტომაც საპორტო ქალაქები მას განსაკუთრებით уყვარს. მის ყურადღებას бათუმში მოხდარი ცვლილებები არ გამორჩენია. Город, как и многие города нашей бывшей страны, был, ну, скажем так, в состоянии кризисного больного. Сейчас с ним что-то случится, то ли помрет, то ли выздоровеет. Знаете, наверное, он выздоравливает. Уже в 2005-м, когда я приехал сюда снимать кулинарные передачи, я успевал параллельно и снимать, и смотреть, и видеть массу нового. И с удовольствием заметил, что мои мрачные предчувствия не оправдались, он не погиб, а наоборот, жив и бодр. И сейчас видно, что город потихонечку ухаживает за собой, приводит себя в порядок. Утром выпил, здесь пропал. ძველი ბათუმი კარგად ახსოვს ალექსანდრე რუბინსაც. ბროლის მფლობელი ოდესღაც ბათუმის რკინიგზის სადგურზე მანდარინებს ეზიდებოდა. Я был в 80-м году. В Батуми. Я здесь на практике был. Я работал на железной дороге, и здесь в Батуми мы грузили мандарины, везли в Москву. Но я, наверное, больше оптимист, потому что такие города, как Батуми, они, наверное, не умрут никогда. Потому что то место, где оно находится, это море, это солнце, это цивилизация, и поэтому я думаю, что только будет развиваться.
რუბინისგან განსხვავებით, რომელიც ვეტერანთა ნაკრებში თამაშობს ფეხბურთს, მაგისტრი ალექსანდრე დრუზი ცუდი სპორტსმენია, თუმცა ინტელექტუალურ თამაში მას ბადალი არ ჰყავს. ქართული რასადროდის ნანახი აქვს. მიუხედავად имისა, რომ ქართული ენა არ ესმის, გადაცემაზე საკუთარი წარმოდგენა მაინც შეექმნა. До уровня телекомпании «Игра», тех программ, которые снимает телекомпания «Игра», еще пока грузинская версия не доросла, но прогресс, который я вижу, позволяет надеяться, что в ближайшее время, если не сравняются, если не обойдут, то будет не хуже. Добрый день. Привет. საღამოს კიდევ ერთი ტურია. სანამ მონაწილეები სასტუმროში ისვენებდნენ, საპატიო სტუმრებმა და ორგანიზატორებმა ზღვაზე გადაწყვეტეს გასვლა. საკუთარი გუნდის შექმნა სპონსორებსაც მოუნდათ. ძალიან საინტერესო იყო, გუშინ გავაკეთეთ ესეთი გუნდი რუბინთან და დრუსთან ერთად. აი მე და გია ვიყავით ჩართულები და არც თუ ისე ცუდი შედეგი ვაჩვენეთ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი არის თუ ზოგადად ბანკები ან ისეთი ორგანიზაციები გადაწყვეტენ, რომ შექმნან გუნდები და მიაღებინონ მონაწილეობა ამ თამაშში. Крепкий утренний чай, крепкий утренний лед. საღამოს ტური დაიწყო. ქართულ ინტელექტუალს გიორგი ლაშს შარშანდო გამარჯვებულთან მოუწია შერკინება. ყველაფერი ბოლო შეკითხვამ გადაწყვეტა. Исключительно упорной борьбе, очень красивой. თამაში იყო საკმაოდ თანაბარი და ბოლო კითხვაზე წყდებოდა და ბოლო კითხვაზე ვიჩქარე. ადრე ჩავაბარე პასუხი და მე მივხვდი სწორ პასუხს. ანუ ეს ფინალი რო იყო. ფინალური შეკითხვა კი, სადაც ფსონი იდება და ფაქტიურად თანაბარი თამაშის პირობებში შანსი აქვს უკანა ბოლო ადგილზე გასვლასაც მოგების რა. თუმცა ეს მხოლოდ პირველი დღე იყო. საბოლოო გამარჯვებული დღეს ღამე გახდება ცნობილი. აი ასეთი იყო პირველი დღე ბათუმში, ასეთი იყო სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატის პირველი დღე. ნახეთ თუ როგორ თამაშობდნენ ჩვენი მოთამაშეები, ასევე სომეხი და აზერბაიჯანელი მოთამაშეები, ასევე ნახეთ თუ როგორი ხალხი არის ჩამოსული სტუმრად ბათუმში და ერთ-ერთი მათგანი, ახლა ჩემს გვერდით დგას, ეს გახლავთ თამაშის კლუბის რასად როდის магистри Александр Друзи да, модит გავესაუბროთ მას. Господин Друзи, вот по-вашему, насколько высок уровень наших игроков, кавказских игроков? Вы знаете, здесь собрались игроки, участие которых сделало бы честь любому турниру. В частности, многие из них принимали участие в нашем питерском турнире Кубки Губернатора, который проходит уже 16 лет, и всегда составляли реальную конкуренцию нашим командам. На мой взгляд, это один из крупнейших турниров Международной ассоциации «Что, где, когда» по составу участников. А вы бы взяли к себе в команду, например, какого-нибудь игрока из грузинской команды? Ну, в общем, да, я посмотрел, как играют грузины, они играют хорошо. Если бы у меня было свободное место в команде, я обязательно бы об этом подумал. И вот последний вопрос. Честно так, за кого вы болели больше всего? Вы знаете, я так давно играю, что где когда, и в брейн-ринг, что, в общем-то, вот то поколение игроков, которые здесь играют сегодня, они выросли на моих глазах, поэтому я ко всем к ним отношусь как к детям, и поэтому абсолютно не могу определить, за кого стоит болеть, поэтому болею за всех одинаково. Спасибо огромное. ასევე ჩვენთან ჩემს გვერდით დგას გიორგი მოსიძე, ჩემპიონატის ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და მონაწილეც, რა თქმა უნდა. და მოდით მინდა კითხვა დავუსვა გიორგის. გიორგი, აი გუნდურში რასაც რას ქვია, ჩვენებმა მაინც ვერ გამოიჩინეს თავის სამაგიეროდ ინდივიდუალურში, აი ირაკლი თოდორიან გუშინ რავშენ ნასკეროვი დაამარცხა, რაც პირადად მე გამიკვირდა და 10 ჯერ უფრო გამიხარდა. აი რა სიტყვა ამაზე. მართლაც დაგვემართა რაღაც, ალბათ ეს რაღაც ჩემი მუშაობის შედეგებიც უნდა გადახედილი იქნას ალბათ დროთა განმავლობაში. მე ძალიან გაწმილებული ვარ იმით, რომ აზერბაიჯანის სომხეთმა პირველი ადგილი გაიყოს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მოვემზადებით, ამას ქონდა თავისი მიზეზები და რომ იტყვიან ყველა ნაპოლეონს აქვს თავისი ვატერლოო და იმედია გაიცეთ ამას გამოვასწორებ და ინდივიდუალურად ახლა ქართველები ნიჭიერი და მომზადებული ხალხი ვარ და ინდივიდუალურად უფრო მაგრად თამაშობთ ვიდრე გუნდურად. თუმცა გუნდური თამაშის გამოსწორებაზე მე ვპირდები ქართულ ტელემაყურებელს, რომ აუცილებლად ვიმუშავებ მთელი წლის განმავლობაში. თუმცა გუშინ ელოდი რომ ირაკლი დაამარცხებდა რავშანს, რომ მე რაღაც ხო, არ ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ მოვიგეთ რა, იმიტომ რომ მაგრები ვართ ქართველები. და დარჩა დღევანდელი დღე და ხვალ რა მოხდება ხვალ?
ხვალ გვაქვს საბოლოო ტურნირი ბრეინ რინგში, ანუ როდესაც ოლიმპიური სისტემით ეჯიბრებიან ერთმანეთს გუნდები და 3 საათზე და უკვე იქნება დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც საქართველოს ბანკის სრულიად ახალი ლამაზი თასი, რომელიც ტელევიზორშიც ნახეთ, გადაეცემა რომელიღაცა გუნდს, რომელიც საბოლოოდ გამარჯვებულად გამოცხადდება. ასე რომ როგორც ხედავთ, ასეთია ჩვენი სტუმრების თბილისის ბათუმის სტუმრების აზრი ჩვენს ყოველჭკვიან ხალხზე. ხვალ იქნება დაჯილდოება და გრძელდება მოკლედ ჩემპიონატი. მე ყვირილი მესმის ყვირილი მესმის დათო იგინა ეთქვა ვიღაცამ რაღაცა მოიგო და ტაშები გამოდის და იქ გადავიდა. იმედია საქართველოს გუნდის აღმადგენელი იქნება. იმედია ინდივიდუალურში მაინც გაიმარჯვებენ. ახლა კი ჩვენ რეკლამაზე გავდივართ. რეკლამის შემდეგ კი თქვენ გელით რეპორტაჟები არდგენიდან, ვატიკანიდან და კიევიდან.